მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში, სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ეხმარება საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში, განაცხადა პრემიერმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს ქართულ საზოგადოებაში, შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა უსამართლო ქმედების მიუხედავად. არ მინდა ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია, განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე თუ რატომ თქვა უარი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება სურს მშვიდობის შენარჩუნება, რადგან ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ხელისუფლება პასუხისმგებელია სწორედ საზოგადოების წინაშე. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც დათუნაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია. ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინა სასამართლოს ხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დღევანდელი დღიდან რა დასკვნების გაკეთება შეიძლება, ეს არის ის, რომ თუ კიდევ არსებობდა რამე ხიდები დარჩენილი ევროკავშირთან თანამშრომლობის, ქართულმა ოცნებამ დიდი წარმატებით წაუკიდა ცეცხლი და ძალიან წარმატებით წვავს მათ. ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტიკური სივრცე განაცხადა. ჩეჩელაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ არც ერთი კანდიდატი ქვეყნის მიმართ არ ყოფილა ანგარიში ისეთი ნეგატიური, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. ჩვენ გვესმის, ისეთი ბრიუსელი არ გვინდა, როგორიც ახლა არის, როდესაც ის გამოიცვლება, მერე მივუბრუნდებით და ასე შემდეგ. ბრიუსელი არ გამოიცვლება, იმიტომ რომ ბრიუსელში ევროკავშირის არსებული წესები, ტრადიციები, კრიტერიუმები და სულისკვეთება ყალიბდებოდა 10 წლეულების განმავლობაში და სხვა ბრიუსელს ჩვენ ვერ მივიღებთ. რაც ჩინეთში განაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, არის პირველი ღია აღიარება იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება აღარ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. არ ვიცი, სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებრივი განვითარების ძალიან სახიფათო ფაზაში შევდივართ. განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს. ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ. თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა რუსული სამყარო, წერს სიბიგა. პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ 1 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ამავე სუპერმარკეტის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ფულის დახურდავებაზე უარის გამო მიაყენა. მათი ცნობით, მანანა გიორგობიანმა მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული. მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთ ფიზიკური
ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშწორებით. საგამოძიებო უწყების ცნობით მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა 5 პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე და 236 მუხლის მესამე ნაწილებით წარედგინა, ხოლო 4 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო, საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებები ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157,906 ლარის, შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. ბრალდებულს ბრალდება უკვე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჯინჯიხაძე ყაზახეთის სტატისტიკის 105 წლის იუბილისადმი მიწყვილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ, რომელიც ქალაქ ასტანაში იმართება. საქსტატის ცნობით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის თემას წარმოადგენს ეროვნული სტატისტიკის სისტემების ციფრული ტრანსფორმაცია, რომლის ფარგლებშიც გოგიტა თოდრაძე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და მოხსენებით მიმართა მონაწილეებს. საქსტატი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვაზე და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებზე, რაც საქართველოს სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციის ძირითადი მიმართულებებია, აღნიშნულია ინფორმაციაში. პატიმრობაში მყოფ ქართულ ჟურნალისტს ნეტგაზეტისა და ბათუმელების დამფუძნებელს სახაროვის პრემიის მფლობელ მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ჯილდო ნეტგაზეტისა და ბათუმელების მთავარმა რედაქტორებმა ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ მიიღეს. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედია გამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მათივე ცნობით თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალონელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 21-23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 21-23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალონელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 23-25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში უნალექო ამინდია მოსალონელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 21 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში შესაძლოა რამდენიმე დღეში გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოსკოვი და ვაშინგტონი მათ შორის არსებულ ერთ-ორ გადაუჭრელ საკითხს მოაგვარებენ. აშშ რუსეთის მოლაპარაკებებში ერთი-ორი გადაუჭრელი საკითხია, თუ ეს საკითხები მოგვარდება, ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი შესაძლოა რამდენიმე დღეში გაიმართოს და ამის შემდეგ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა დამყარდეს, აღნიშნა ორბანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების მოხსნა. ირანს ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მძიმე სანქციები აქვს დაწესებული და ეს მათთვის ძალიან ართულებს იმის გაკეთებას, რაც სურთ. მე მზად ვარ ამის მოსასმენად და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ მე მზად ვიქნები ამისთვის, განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროში ირანის მისიას კომენტარი არ გაუკეთებია. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა შეუძლებელია მანამ, სანამ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელს, ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანია განაახლა, რაც მოიცავს ძალისხმევას, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციას, რომელიც სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით გაერომ სანქციები ასევე მოუხსნა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანას ხატაბის. გაეროში ვაშინგტონის ელჩმა მაიკ ვალცმა განაცხადა, რომ გაერომ გააგზავნა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომელიც აღიარებს, რომ სირია ახალ ეპოქაში იმყოფება ბაშარ ალ-ასადის გადაყენების შემდეგ. ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა. ის ჩემი მეგობარია და სურს, რომ ინდოეთში ჩავიდე. შესანიშნავი ადამიანია, აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, პრესკონფერენციის დაწყებამდე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა, რის გამოც ღონისძიება დროებით შეწყდა. ერთ-ერთ წარმომადგენელს თავბრუ დაეხვა და დაეცა, ამიტომ შეწყვეტა მოგვიწია. ის კარგად არის. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.